ხალთემას. სათამაშოების ყიდვისას ალბათ ითეული ჩვენგანი ბევრს ვფიქრობთ, ასეა მეგობრებო? ვფიქრობთ ხოლმე? ბევრს არა, მაგრამ ვფიქრობთ. მოვიტყუები. ხშირად ხდება ისე, რომ გულდასმით შერჩეული ნივთი ბავშვს ან არ აინტერესებს, ან ვერ იყენებს. დღეს ვისაუბრებთ, რა აქცევს ბავშვს პასიურ მომხმარებლად და როგორი სათამაშო ეხმარება მას განვითარებაში. ამ ყველაფრის გარკვევაში კი ჩვენი ჟურნალისტი თეო მჭედლიძე დაგვეხმარება სტუმართან ერთად, რომელიც უკვე სტუდიაშია. გამარჯობა. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. აქვე წარგიდგენთ ჩვენ სტუმარს, ქალბატონ თამარე დიბერიძეს, რომელიც ბავშვთა ნევროლოგია და რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩვენი სტუმარი. მე პირველ რიგში დამაინტერესა, რატომ არ ვფიქრობ ბევრს, როდესაც ბავშვისთვის არჩევ საჯუქა. იცი რა, გააჩნია ასაკს. როცა ეხლა კი რასაკვირველია. წინახევრის 1 წლის, აი 2 წლამდე უფრო ვაკონტროლებდი ამას, რომ მოტორიკისთვის რა იყო კარგი, მისი განვითარების რა იყო კარგი და ეხლა უკვე თვითონ არჩევს და მე თუ ვყიდულობ, ვთქვი, აი უფრო შემეცნებითი სათამაშო შევუძინო, ვიდრე სპაიდერმენი, რომელსაც ესე აქ და ქსიქსს აკეთებს. მირჩევნია, მაგრამ ნუ მას თავისი არჩევანი აქვს და თავისი ინტერესებით. ასეა თუ ისე, ბავშვს რომ თამაში ავითარებს, ეს მეცნიერულად დადასტურებულია და ადამიანებმაც უკვე ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია ვიცით, თუმცა ალბათ ყველას გქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც ვერ ვარჩევთ კონკრეტულ სათამაშოს, თქვა დიდხანს ვტრიალებთ ვიტრინებთან, ბევრს ფიქრობთ, რაში დაეხმარება კონკრეტული სათამაშო ბავშვს, მოეწონება თუ არა, გაერთობა თუ არა. ვყიდულობთ უამრავ ნივთს, მაგრამ ეზოში ჩაყვანისას მას მაინც მეგობრის სათამაშო ურჩევნია. დღეს ვსაუბრობთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, სათამაშო ბავშვს განავითარებს თუ აქცევს პასიურ მომხმარებლად. პირველ რიგში ალბათ საინტერესოა, რა ტიპის სათამაშოები ავითარებენ ბავშვს და რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული პასიური მომხმარებელი. და ამ ყველაფერში სქესს თუ აქვს მნიშვნელობა? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. აქტუალური თემაა ყოველთვის და სათამაშოზე რაც არ უნდა ბევრი ფრთიანი და ესეთი გამოთქმა იყოს, რეალურად ეს არის უნიკალური ნივთი და აუცილებელი ნივთი ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც ფიზიკური, სოციალური, ემოციური განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. აქვე დავამატოთ ის, რომ სათამაშო იზოლირებულად ვერ იქნება ბავშვის პარტნიორი, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია პარტნიორული თამაშები, შესაბამისად არა უბრალოდ სათამაშო, არამედ პარტნიორი, ცოცხალი პარტნიორი, რომელიც გაასულიერებს ამ მოცემულ სათამაშოს. შესაბამისად, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პრაქტიკული, განმავითარებელი, ანუ ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი, რა თქმა უნდა, რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რაც უფრო ფერის აქცენტია, ფორმის აქცენტია. პირველი ყურადღება მაინც ვიზუალურად ხო ყურადღება უნდა მიიქციოს, კი ბატონო, ხმაც, თუმცა ამის შემდეგ რაც უფრო პატარაა ბავშვი, გამოცდილება მაჩვენა, რომ უბრალოდ ესეთი საკოლექციო ნივთი, უბრალოდ დაკვირვებისთვის საჭირო ნივთი ნაკლებად მიმზიდველია ადრეული ასაკის ბავშვისთვის. ის უნდა იყოს რაღაც ხმარებაში გამოყენებადი. მას, ანუ პირველი ყველაზე მეტად რაც აინტერესებს ადრეული ასაკის ბავშვს, ერთი რა არის და რა შეუძლია. შესაბამისად, თუ სათამაშო თვითონ რამე ფუნქციას არ ატარებს, ბავშვი თვითონ მოუძებნის და ხშირად მოუძებნის არასაჭირო დანიშნულებას, მაგალითად, იშლება თუ არ იშლება, თუ იშლება შიგნით რა არის, როგორ იშლება და ასე შემდეგ. უნდა გავიაზროთ ის, რომ ეს ინტერესი ადრეული ასაკის ბავშვს აბსოლუტურად ბუნებრივია, პირიქით საჭიროა, მაშინ უნდა ვინერვიულოთ, თუ მას ეს არ აინტერესებს და მხოლოდ სათამაშოს თვალიერებით შემოიფარგლება, მაგრამ ეს უნდა გავითვალისწინოთ ყიდვის დროს, რა თქმა უნდა, ხო? და რაც უფრო ისეთი სათამაშოა, რომელიც ნაკლებად იშლება მაგალითად და უბრალოდ ერთი მთლიანი ბლოკის სახით არის, მაშინ ის აუცილებლად ჩვენ უნდა გავასულიეროთ და მას აუცილებლად უნდა მოუნახოთ რამე ქმედითი გამოყენება. მას ის არ უნდა იყოს მხოლოდ თვალიერების ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც და ბავშვს გვემუქრება იმედგაცრუება. ასაკის გათვალისწინება და სქესის გათვალისწინება ეს არ არის მითი. შეიძლება არც ისეთი, როგორიც და უშუალოდ საზოგადოებაში შეიძლება შეხედულება იყოს, მაგრამ გარკვეული გენდერული პრიორიტეტები, ასე ვთქვათ, ბავშვის ბიოლოგიურად არის განსაზღვრული და ამას ბავშვები თავისთავად უკარნახობენ. მაგალითად, სადღაც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან უკვე აქტიურად დაიწყეს ამაში ჩაღრმავება და კვლევების ჩატარება, იმდენად, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს ბევრი კვლევა და დაკვირვება დაგროვდა ამასთან მიმართებაში და ჩვენ მეტაანალიზს ვეძახით, ანუ მეცნიერები, როდესაც უკვე კვლევების მიმოხილვას ახორციელებენ და მაგალითად გამოიკვეთა ის, რაც
თითქოს ისედაც ყველამ ვიცოდით. ადრეული ასაკის ბავშვი, როდესაც თავისუფალი არჩევანი მისცეს, ისე რომ ზრდასრული არ ერეოდა, ასე ვთქვათ, ამ არჩევანში, მაგალითად და თვალების მოძრაობასაც აკვირდებოდნენ ბავშვებს, ანუ პირველი რას დააფიქსირებს და რაზე მოხდება ფიქსაცია მისი მზერის. ბიჭები რეალურად, ნამდვილად დიდ არჩევანში უფრო აი მანქანა, უფრო რაღაცა საბრძოლო იარაღები თითქოს მასზე ახდენდნენ ფოკუსირებას, მაშინ როდესაც გოგოები ადვილად პოულობდნენ თოჯინას. აი ამ დიდ არჩევანში უცებ იპოვიდნენ თოჯინას და შემდგომი რაღაც ინტერესი თითქოს ამ მიმართულებით მიდიოდა. ანუ ბუნებრივად ბიოლოგიური ტენდენცია თითქოს ეს ბუნებრივია, მაგრამ შემდგომი განვითარება უკვე ამ ტენდენციების უკვე სოციალურ ტრადიციებზე და სოციალურ, ასე ვთქვათ, წახალისებაზე არის დამოკიდებული. ასევე ერთი რამეა კიდე გასათვალისწინებელი გენდერული თვალსაზრისით. ბიჭებს ზოგადად მამაკაცებს აქვთ აი ეს იმპულსის კონტროლი უფრო სუსტი ვიდრე გოგონებს. მოტორული აქტივობა უფრო აქტიურები არიან ბიჭები, ადრეულ ასაკშიც და მოგვიანებითაც, ვიდრე მაგალითად გოგოები. მსხვილი მოტორული უნარების განვითარების ინტენსივობა და აქტივობა ბიჭებში წინ უსწრებს, გოგონებში სამაგიეროდ ჭარბობს ნატიფი მოტორული აქტივობები. შესაბამისად დააკვირდით, მსხვილი არის სირბილი, ხტუნვა, კოტრიალი და ასე შემდეგ. დააკვირდით ბიჭები გაცილებით ცელქები, ხა ცელქი გოგოები არავის არ უყვირს და ნამდვილად არიან და ეს არ გამორიცხავს და უშუალოდ ეს არ ნიშნავს რომ ისინი ცუდი გოგოები არიან, მაგრამ ბიჭების აქტივობა და ჰიპერაქტივობა მაინც ზოგადად ჭარბობს ხოლმე. ანუ ბიჭი უფრო ძნელია მაგიდასთან გააჩერო, დამჯდარი გააჩერო, ვიდრე მაგალითად გოგონა. მაშინ როდესაც გოგონებს სამაგიდო აქტივობა, აი სტატიურ სათამაშოებთან ურთიერთობა უკეთ გამოსდით და ნატიფ მოტორულ უნარებს უფრო ადრე და სწრაფად ითვისებენ, ვიდრე მაგალითად ბიჭები. ეს არის ბუნებრივად განპირობებული პრიორიტეტები, რაც შეიძლება გავითვალისწინოთ სათამაშოების და თამაშების არჩევისას. თუმცა მეორეს მხრივ, ის რაც სუსტი მხარეა, მაგალითად შედარებით, ამაზე მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ანუ ბიჭს ნაკლებად დაჭირდება დაინტერესება მოტორულ აქტივობებზე, ისედაც ბუნებრივად არის და შესაბამისად მასთან მეტი ძალისხმევა დაგჭირდება სამაგიდო და ნატიფი მოტორული აქტივობის განვითარებისთვის, უფრო მიმზიდველი უნდა იყოს, ჩვენი ჩართულობა უფრო დასჭირდება, ბურთს უჩვენოთაც გამოეკიდება, მაგრამ მაგიდაზე ძერწვა, კინეტიკური ქვიშა, კი, ჩვენი ჩართულობა მეტად დაჭირდება, მაშინ როცა გოგოს მეტი წახალისება დაჭირდება, რომ მოდი ვირბინოთ, ვიხტუნოთ, რაღაცა ესეთი ფიზიკური აქტივობები განვახორციელოთ, მაგრამ უფრო ადვილად მიუჯდება მაგიდას, თოჯინას მოუვლის, დააძინებს იქ, ვითომ სადილე მოამზადა, საჭმელი მოამზადა და ასე შემდეგ. ამას ბუნებრივად უფრო კარგად გააკეთებს. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა წახალისების თვალსაზრისით შეიძლება ნაკლებად დასჭირდეს ამ მიმართულებით. ბუნებრივია ესენი გასათვალისწინებელია და ის რო ეხა უკვე ხელის ფუნქციების განვითარებისთვის, მაგალითად და ფიზიკური ფუნქციების განვითარებისთვის, ბავშვის ზომას, ასაკს, ინტერესებს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობებსაც რაში შეგვიძლია ავყვეთ და რაში დაგჭირდება მაგალითად უფრო დახმარება და მხარდაჭერა. კეთილი, უსარგებლო სათამაშო თუ არსებობს ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც პატარა ვიყავი, მაშინ ძალიან ესე მოდაში იყო, ასე ვთქვათ, დიდი ფუმფულა სათამაშოები, რომლებსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა ლამაზად ელაგა სავარძელზე თუნდაც. ანუ უკვე სწორად შეაჯამეთ, ჩვენ წეღანაც ვახსენე, ეგრეთ წოდებული საკოლექციო ტიპის სათამაშოები ადრეული ასაკის ბავშვს, ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის შემთხვევაში ეს უბრალოდ სამშვენისია და მას არ აქვს პრაქტიკული ღირებულება, იმას რო თავი დავანებოთ, რომ ასეთი ნივთები ფასის თვალსაზრისითაც ისეა, რომ თითქოს ჩვენს გვენა, ანუ არ გააფუჭოს და სულ შენიშვნები ჭარბობს ამ შემთხვევაში, ვიდრე თამაშით წახალისება, რომ აი მოიცა ასე არ სულ რაღაც შენიშვნები გამოსდეს. დიდი ფიზიკურად დიდი მასზე დიდი სათამაშო ხანდახან ნამდვილად ესეც უფრო სამშვენისია. ვიდრე მაგალითად პრაქტიკული ღირებულების, იმიტომ რომ მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რაც უფრო პატარაა ბავშვი, სათამაშო იყოს მსუბუქი, ადვილად ეჭიროს ხელში, ის უძლებდეს ზუსტად იმ ბავშვის დატვირთვას, რომ ადვილად არ იშლებოდეს, ანუ შეიძლება იშლებოდეს ინტერესიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა გაქცევაზე ნაწილებად არ უნდა იშლებოდეს, ასე ვთქვათ, მყარი უნდა იყოს ეს შეკავშირება, რომ ბავშვმა თვითონ საჭიროების შემთხვევაში დაშალოს. შესაბამისად, ეს დიდი დათუნიები იმას რო თავი დავანებოთ, რომ შეიძლება მტვრის წყარო იყოს უბრალოდ და აქ კიდე ალერგენების და დამატებით ჰიგიენის პრობლემა შემოდის, ნაკლებად გამოიყენებ
ვერ გამოიყენებს ფიზიკურად პატარა ბავშვი, როგორც დათუნიას. შეიძლება ბალიშად გამოიყენოს, შეიძლება ლეიბად გამოიყენოს, ანუ ავტომატიზებული სათამაშოები, ეგრეთ წოდებული რობოტები, იმიტომ რომ ხშირად ყიდულობენ ბიჭებს ამას და ჩემი შვილი მაგალითად საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რობოტებს. პირველ ამ ტიპის სათამაშოებს აი ანათებს, დადის ხო, რომელიც ყველაფერს თვითონ აკეთებს და ჩვენი ჩართულობა ერთის მხრივ არ მოიაზრება და მეორეს მხრივ შეიძლება გავაფუჭოთ, ხო? ასეთი სათამაშო რო თვითონ მოძრაობს, იმას ჭირ თუ ჩაერიე, მოტეხავ რაღაცას და უკვე გაფუჭდება. შესაბამისად ისევ შენიშვნები მოდის, ნახეთ და ისევ ბარიერები, რომ მოიცა ხელი არ მოკიდო. თუ გადავურჩით იმას, რომ ბავშვი თვითონ შეეშინდა. თვითონ შეიძლება შეეშინდოს ამ გაუთვალისწინებლად მოძრავი სათამაშოს. ამ თვალსაზრისითაც ნახეთ მიმზიდველია, მაგრამ იშვიათად არის განმავითარებელი. თვითონ თუ ინტერესს თუ არ, მაშინ ჩვენ უნდა მივანიჭოთ რამე ფორმა. მაგალითად სცენაზე გამოვიდა და ჩვენ ვთამაშობთ მაყურებლობანას, ხო და აქედან მაგალითად რა ტაში დაუკარით რაღაცა მივართვით ამ სათამაშოს, ანუ ის როგორც რაღაცა ჩვენგან დისტანცირებული გავიაზრეთ. ან 2 გვაქვს, 3 გვაქვს მაგალითად და თუ ისე დაემთხვა რომ ერთმანეთთან რაღაცა სცენა დადგეს ამ რობოტებმა, ხო გაგვიმართლა და ამ შემთხვევაშიც რაღაცა სიუჟეტი მივანიჭეთ. სხვა შემთხვევაში ბევრი ესეთი ავტომატიზირებული სათამაშო შეიძლება ლამაზია, მიმზიდველია, მაგრამ პრაქტიკული ღირებულება არ აქვს. ბარემ აქვე ვიტყვი, რაც უფრო მეტ ფანტაზიას ტოვებს სათამაშო, ანუ რაც უფრო მაქსიმალურად რეალობასთან არის მიახლოებული და რაც უფრო ნამდვილივით არის, განმავითარებელი აღმოჩნდა, რომ უფრო ნაკლებია. რაც უფრო მეტ ფანტაზიას ტოვებს, მით უფრო განმავითარებელია ტვინისთვის. ანუ მაგალითად ნამდვილი მანქანა, ლამის ნამდვილი ჯიპი მოვუყვანე სახლში, რომელსაც ყველაფერი თავის ადგილზე აქვს და ყველაფერს აკეთებს, აღმოჩნდა, რომ ლამაზია, რატომაც არა, ხო? მაგრამ არ ტოვებს ფანტაზიის ადგილს და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მრგვალი ლიფტი, რომელიც ვითომ საჭია და წარმოსახვითი პედალი, წარმოსახვითი და უშუალოდ გასაღების გადატრიალება, ან იგივე ნამდვილი სამზარეულო, მაგალითად რომელშიც ლამის შიშხინი ისმის, ყველაფერი კი ლამაზია, მიმზიდველია, მაგრამ თუ ყველაფერი ესე მეტისმეტად რეალიზებულია, რეალისტურია იმ სამზარეულოში, აღარ არის განვითარების ფანტაზიის წარმოსახვის ადგილი. და სხვა შემთხვევაში, როდესაც ვითომ ხელით მოვურიეთ და ვითომ რაღაცაი წარმოვიდგინეთ, ტვინისთვის არის გაცილებით მეტი განვითარების წყარო. თქვენ ახსენეთ, თვითონაც არ შეშინდეს. ამ ბოდოს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ბავშვებს ცოტა საშიში გარეგნობის სათამაშოები მოსწონთ თვითონ. აი ეს რაზე მეტყველებს? ანუ თლად კარგ რამეზე არ მეტყველებს რეალურად. ნახეთ, ამ სათამაშოებსაც მე მეეჭვება, რომ ეხლა სათამაშოების ქარხანაში ბავშვები ყავდეთ ესკიზების მხატვრად. ან ის ბავშვის ესკიზიც ერთ-ერთში თუ გადაიტანე რეალობაში, იმიტომ რომ ბავშვი რა სხვა რამეს წარმოიდგენს, კი დახატა, მაგრამ მისთვის ის სხვა რამეს ნიშნავს ამ შემთხვევაში და არა ერთ-ერთში. ფაქტი რომ ბავშვებს მოსწონთ. ეს საყვარლობა კი არ მოსწონთ, თუ რაღაცა უცნაური გარეგნობის Minecraft პერსონაჟები არიან ხშირ შემთხვევაში. კუთხედი რაღაცნაირი გაუგებარი გმირები. აქ არის ცოტა მასიურ მოხმარებაზეც, ასე ვთქვათ, და როგორ შევთავაზებთ და რამდენად შევთავაზებთ, ხო? ანუ რაც უფრო ესეთი ემოცია ახლავს, პირველი შთაბეჭდილების ემოცია, შეიძლება ამას მე რაღაცნაირად განმეორების მოყვეს, სურვილი მოყვეს და ის რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, Minecraft-ი და ასე შემდეგ, ის რაც მოდის ანიმაციური ფილმებიდან. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ ანიმაციასთან ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ეკრანის საშუალებით. ეკრანი გამოყოფს ძალიან ბევრ დოფამინს ბავშვის ორგანიზმში. შესაბამისად, ეს არ არის ერთ-ერთში, ნახეთ, ეკრანი არ ეკითხება ბავშვს კონკრეტულად სიუჟეტი მოგწონს თუ არა, ავტომატურად აწონებს იმას, რაც მასთან მიდის ეკრანიდან. ამიტომ ამაში იბალება საფრთხე. ის იმდენად პასიურად უკვე დოფამინთან და კმაყოფილებასთან არის ასოცირებული, რომ ილუზიას ქმნის, რომ მომწონს, იმიტომ რომ ასოცირება მასთან იყო სხვანაირი, ხო? თორე პირველადად მიწოდებული, ნაკლებად პირველად ესე ცოცხლად მიწოდებული სათამაშო უფრო დახვეწილიც არის ხოლმე და უფრო
კრიტიკულიც არის ბავშვი მის მიმართ. ამიტომ ეკრანიდან მოწონებული სათამაშოები ყოველთვის სანდო ამ თვალსაზრისით არ არის. ეს უკვე ზრდასრულების პასუხისმგებლობაა. ჩვენ ცოტა ზრდასრულებს მე მძაფრი შეგრძნებები, რაც უფრო გვინდება, ვიგონებთ და ვიგონებთ რაღაცა ახლებულს და განსხვავებულს, ოღონდ გვავიწყდება, რომ ბავშვისთვის ეს არის პირველი შთაბეჭდილება. ეს ჩვენ გვაქვს მოყირჭებული შთაბეჭდილებები, ეს ჩვენ თვლით, რომ უკვე ბევრი ვნახეთ და ახალს ვეძებთ. ბავშვისთვის ყველაფერი ახალია. შესაბამისად, ბუნებრივი ფორმები, ბუნებრივი ფერებით უნდა მოხდეს გაცნობა, მათ შორისათა ის შეიძლება იყოს ხასხასა, მაგრამ არა ბუნებრივი მაგალითად. ხო, ანუ ბუნებრივი, მაგრამ ხასხასა ფერები არის გაცილებით კარგი და მისასალმებელი, ისევე როგორც ბუნებრივი ფაქტურები, ბუნებრივი ფორმები, ხო? შემდეგ ის უკვე ასაკის მატებასთან ერთად თვითონ დახვეწავს, თვითონ გადაამუშავებს მისთვის საჭირო შთაბეჭდილებას, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ჯობია იყოს ბუნებრივი ფორმები. და სხვა დანარჩენი ჩვენ რომ მოგწონს ის ცოტა უცნაური რაღაც გადამდებიც არის, ხო, ბავშვს ხო ავტორიტეტები მუშაობს. პირველი 3 წელი ირეკლავს ემოციას, რაც მოდის ოჯახის წევრებიდან. ასე რომ თუ ჩვენ ძალიან შთამბეჭდავად და ესე წარმოვადგინეთ რაღაც სათამაშო, დიდი შანსია რომ ის მოეწონოს. ხო, ყველა ხო ერთნაირად მიამბოხი არ არის. არის კატეგორია ბავშვების, რომელსაც ვერაფერ ვერ მოაწონებს შენ ჭკუაზე, ვერაფერს თავისი აზრი აქვს. 2 წლისასაც თავისი აზრი აქვს და ვერ შეაცვლებინებ, მაგრამ უმეტესობა მაინც გვენდობა. უმეტესობა მაინც მიყვება ამ ჩვენ შთაბეჭდილებას, შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენზე, რა თქმა უნდა. აი მე ვგულისხმობდი, ალბათ გინახავთ ვიდეოები სოციალურ ქსელში, კაქტუსი, ჟირაფი და ასეთი სათამაშო ხმას რომ იმეორებს და ვთქვათ ბავშვს, პატარა ბავშვს უდგამენ და პირველად რეაქციას კი ის რომ იმეორებს ეშინია. და თან გაითვალისწინეთ, არასოდეს ბუნებრივი მთლად ეს ხმა არ არის, მაინც რაღაცა რობოტის და ის მიყვება და არის ჭახე და მძაფრი მოძრაობა ძალიან, რომელიც ჩვენ გვაცინებს და გვახარებს, მაგრამ ბავშვს აშინებს. ტვინში ამ დროს რა ხდება? რა თქმა უნდა, იმის ტვინში რაღაცა სხვა ხდება. კეთილი, მადლობა ძალიან დიდი. გვინდოდა რომ რაღაც ცოტა სქესზე მეტად გვესაუბრო, მაგრამ არა უშავს. შემდგომში ჩავშალოთ ამ მიმართულებით ეს თემა. მოკლედ დავფიქრდეთ იმაზე, როდესაც ბავშვისთვის სათამაშოს ყიდულობთ, ეს მას აქცევს პასიურ მომხმარებლად თუ ნამდვილად განავითარებს მას და ჩვენ მე გეთანხმები, რომ აუცილებლად უნდა ვკითხოთ აზრი ჩვენს შვილებს. რა ურჩევნიეთ? მეც ასე მგონი. მადლობა თეოს მოწოდებული თემისთვის და ინფორმაციისთვის. მართლაც ეს ისეთი რამაა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, როგორც მშობლის და ბავშვის სიახლოვეზე, ისე ზოგადად ბავშვის პრეფერენციებს და პრიორიტეტებს. არჩევანს ვერ დავუტოვოთ, მაგრამ როგორც სტუმრისგან გავიგეთ, ცოტა ჩვენც წავაშველოთ რაღაც განმავითარებელი სათამაშოებითაც. მანამდე დავაყენოთ სწორ გზაზე, რომ მე უკვე არჩევანიც ისეთი იყოს, რაც ჩვენ გვესიამოვნება და მასაც წაადგება, მაგრამ ძალიან რთული ზღვარია, აღარ შემიძლია.